მოკლედ რამდენი შემოვედი Facebook-ზე ან Instagram-ზე, იმდენი ახალი ვიდეო ხდება და ყველა განიხილავს ილია თოფურიას ბრძოლას და აი სასწაული ვერსიები მოვისმინე. აი ამდენი ფანტაზია, ამდენი ყველა პროფესორი როგორ გახდა, ყველა MMA-ის მცოდნე როგორ გახდა, ყველა ანალიტიკოსი როგორ გახდა, სასწაული მიზეზები მოგაქვს და ზემოდან, ან კიდე სხვადასხვა სისულელე მიზეზებს არ ჩამოთვლი და უბრალოდ მე მიკვირს, რომ ამდენი ნეგატიური აზრი, ამდენი ესე ჭვიანობა, ამდენი აბსურდული ანალიზი, ესეთი სხვა აი რაღაცებზე ბროდ ჩვენ მებრძოლები ვართ, როგორც მოგებისთვის ვართ მზად, ისე ვიცით რომ შეიძლება დავმარცხდეთ ერთი დარტყმა, ერთი არასწორი მოძრაობა, ერთი პატარა ნიუანსი ცვლის ბევრ რამეს და ეს სპორტია, კი არის ბრძოლა, მაგრამ სპორტია და დარწმუნებული ვარ, ყველას გაქვთ რაღაცა სპორტული გამოცდილება ამ ფეხბურთში, ყოველთვის ვერ გაიტანგოს, ყოველთვის ვერ მოიგებს, შეიძლება ერთ ადამიანს რაღაცაში უგებ, რაღაც კონკრეტულ შეიძლება 10 ჯერ მოუგო, მაგრამ სადღაც ერთხელ მაინც შეიძლება დაგამარცხოს რა და კიდე 1000 ნიუანსები რამაც შეიძლება განაპირობოს ბრძოლა და ესე შემდეგ და არ ვიცი საიდან რატო აძლევთ თქვენ თავს უფლებას რომ ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ და ან საერთოდ არ ვიცი ძალიან ტეხავს და რა გითხრათ რა მოკლედ მე ვამაყოფილიათი ილიამ ძალიან ბევრი შეძლო არაფრისგან და მალე მართლმსაყალობით დაბრუნდება თავლე მალე გამოჯამთელება და ისევ გააგრძელოს მოგების სერიებს რა და ეს სპორტია კიდევ ვიზახი წაგებაც სამწუხაროდ სპორტის ნაწილია და მიხილავთ უფრო ძლიერს და უფრო მაგარს ილია თოფურიას და ბოლოს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ქართველს, ვინც გულშემატკივრობთ საქართველოს, ვინც გულშემატკივრობთ ქართულ სპორტს, წაგების დროსაც და მოგების დროსაც ერთნაირად გიხარიათ და ერთნაირად ტკივოთ. წარმატებები ყველა ქართველს, წარმატებები ჩვენ ქვეყანას.